დროების სტუმარია ადვოკატი ანი ნადარეიშვილი, პატიმარ ბაჩუახალაიას მეუღლე და 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ფინალისკენ მიდის. უკვე დასკვნითი სიტყვების ეტაპებია და როგორც ჩანს, განაჩენიც ახლოსაა. ამ დრომდე საზოგადოებას არ მოусმენია პირდაპირ იმტკიცებულება, რომელიც ბაჩუახალაიას ბრალეულობას ამ საქმეში დაადასტურებდა. ამ საქმეში მას ბრალი დაუმძიმეს პარალელურად, ანუ ახალი საქმეა ფაქტობრივად სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადების გამო. განცხადები, სადაც საუბარი იყო ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე. ანი ნადარეიშვილი ამ პროცესზე მხოლოდ როგორც ადვოკატი არ საუბრობს, ის ხშირად პასუხობს იმ პროპაგანდასაც, რომელსაც ქართული ოცნება წლების განმავლობაში ბაჩუახალაიას სახელის გარშემო აწარმოებს, მათ შორის ისეთ თემებზე, რომლებიც წარსულს უკავშირდება და რომელზეც თავად ახალაიას დეტალურად საუბრის შესაძლებლობა, ფაქტობრივად არ ქონია. ხელისუფლების ცვლილების პირველივე წლიდან ის ციხეში აღმოჩნდა, 9 წელზე მეტი იჯდა ის ციხეში, ბოლომდე მოიხადა მან სასჯელი. შემდეგ კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოუწია წასვლა, ამიტომ საუბარს დავიწყებთ მიმდინარე სასამართლო პროცესით, რა ეტაპზეა საქმე, რა დასკვნები გამოიკვეთა და რას ხედავს ამ პროცესში ანი ნადარეიშვილი, როგორც ადვოკატი და როგორც იმ ადამიანის მეუღლე, რომელმაც ბოლო 10 წლეული თითქმის მთლიანად პატიმრობაში გაატარა. ანი, მადლობა პირველ რიგში გადაცემაში სტუმრობისთვის და საუბრის სტრუქტურაც ასე წარვადგინე, რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გვაინტერესებს თქვენი შეფასება, თქვენი კომენტარები, როგორც ადვოკატის და სხვა შორის ამ უფლების მოპოვებისთვისაც თქვენ ბრძოლა დაგჭირდათ და როგორც ბაჩუახალაიას მეუღლე. რა სიტყვით? დიდი მადლობა გიორგი მოწვევისთვის. კი, ბრძოლა დამჭირდა, იმიტომ რომ 2 თვე მეც უსტატუსოდ ვიყავი, ანუ კიდევ მიმდინარეობდა ბაჩოზე ზეწოლა. არ არსებობს ეგეთი რაღაცა ჩვენს კანონმდებლობაში, რომ ადამიანს არ ქონდეს სტატუსი. ის არის ან მოწმე, ან არის ბრალდებული, ან არის დაზარალებული. არც ერთი არ ვიყავი ამათგან და ამის გამო არ მიშვებდნენ ციხეში, არ მქონდა უფლება განმეხორციელებინა ჩემი ადვოკატის უფლებამოვალეობები, მაგრამ 1 აპრილიდან მე მოვიპოვე დიდი ბრძოლით, სხვათა შორის ეს უფლება და დაუბრუნდი ჩემს საქმიანობას. რაც მათ შორის გაძლევთ ალბათ საშუალებას, რომ შეხვდეთ. დიახ, შევდივარ, რა თქმა უნდა, საპატიმროშიც და ვარ აი ამ ბოლო საქმის, რომელიც თქვენ ახსენეთ, ივანიშვილის დამხობის საქმის, ეგრეთ წოდებული დამხობის საქმის ადვოკატიც. რაც შეეხება 4 ოქტომბრის საქმეს, ჩვენ საქმეს ესე არ ქვია, ჩვენ საქმეს ქვია ინტერნეტის მოხმარებისთვის წაყენებული ბრალის საქმე, იმიტომ რომ ჩვენ საქმეში 4 ოქტომბერი საერთოდ არ ფიგურირებს. ჩვენ გვედავებიან იმას, რომ 4 ოქტომბერს ინტენსიურად იქნა ჩვენ სახლში ინტერნეტი გამოყენებული. ჩემი სახლის Wi-Fi, ჩემს სახელზე არსებული ინტერნეტი. ამისთვის შემოცივდნენ 25 დეკემბერს ჩვენთან ავტომატიანი ნიღბიანი ადამიანები და დაგვაკავეს როგორც ტერორისტები, მიუხედავად იმისა, რომ 9 საათით ადრე დაგვიბარეს და განვუცხადეთ თანხმობა მისვლაზე. მათ შორის თქვენც იყავით დაკავებული. მეც კი ორივე ჯერ მე წამიყვანეს, რომ ეჩვენებინათ ბაჩოსთვის, როგორ დამაპატიმრეს, იქაც სუში შენობაში ჩამატარეს ბაჩოს წინ. და მოკლედ ეს იყო ჩვეულებრივი ზეწოლა, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მიუმართეთ ჩვენ პროკურატურასაც და სასამართლოშიც მოსამართლეს, რომ ამასთან დაკავშირებით დაწყებულიყო გამოძიება, მაგრამ რა თქმა უნდა, არასოდეს პროკურატურა არაფერს არ აკეთებს, ანუ არც პასუხობს, თორემ რო არ აკეთებს, ისედაც თელმა ქვეყანამ იცის, იმიტომ რომ უამრავი წერილი მაქვს პროკურატურაში დაწერილი და არც ერთი პასუხი მაგათგან არ მიმიღია დღემდე. რაც შეეხება ამ ინტერნეტის მოხმარების საქმეს, არის დახურული და ზუსტად და სწორედ იმიტომ არის დახურული, რომ არც მედიას, არც მონიტორებს, ან უცხოელებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ კი არსებობენ ჯერ კიდევ ჩვენ ქვეყანაში ასეთები, საზოგადოებას არავის არ კონდეს იმის შანსი, რომ ნახოს რა ხდება იმ სასამართლო პროცესზე, იმიტომ რომ სასამართლო პროცესზე მოყავთ სხვა საქმეებიდან ნათხოვარი მოწმეები, პირდაპირი მნიშვნელობით.
საერთოდ კავშირში არ არიან ბაჩო ახალაიასთან და როდესაც ადვოკატები და ბაჩო ეკითხებიან, რომ სასამართლოს რა ინფორმაცია შეუძლიათ მიეწოდონ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ ამბობდნენ, რომ ის ყალბი ჩანაწერი, რომელიც ბატონ პაატა ბურჭულაძესა და რაც გამოაქვეყნეს 4 ოქტომბერს, ის ჰქონდათ მონასმენი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქ დაზარალებულ ადამიანებზე ვსაუბრობ, დაზარალებულ პოლიციელებზე, რომელსაც რაღაც ღობის ნაგლეჯი მოხდა ფეხში მაგალითად, ერთ-ერთი იყო ასეთი და მან არ იცის დაზარალებულმა, რომ საქმეში დევს ამ ექსპერტიზის დასკვნა, რომ ეს ჩანაწერი არის ყალბი. შეიძლება ბევრმა ჩვენო მაყურებელმაც არ იცოდეს, რომ შესწავლილი იქნა ეს უკვე ჩანაწერი და დასკვნადებს ოფიციალური. დიახ, საქმეში, რა თქმა უნდა, ამას. რომ ის იყო ყალბი. რა თქმა უნდა, ქოცები ამას არც გამოაქვეყნებენ და იმედის სამხარაულის დიახ, ანუ თვითონ ამათი გაკეთებულია, ჩვენ არც დაგვჭირდა ამისთვის საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართვა, იმიტომ რომ თვითონვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით ეს იყო ყალბი და დევს საქმეში. დიახ, დევს საქმეში. ანუ სხვა ირიბი არაფერი საერთოდ. არანაირი, არც ირიბი, არც არანაირი მტკიცებულება, არაფერი არ არსებობს გარდა იმისა, რომ ჩემი ინტერნეტი იყო გამოყენებული ხშირად იმ მომენტში. და 6 ადამიანი ცხოვრობდით სანამ ბაჩოც იყო სახლში. და ნუ მინიმუმ მობილური ტელეფონი ყველას გვაქვს ინტერნეტში ჩართული. რაც შეეხება დანარჩენს, აი რომ რა აპლიკაცია კი არა, რა მოწყობილობა იყო გამოყენებული ინტერნეტი. არც ეს არ არის დადგენილი. ბაჩოს ტელეფონის ნომერი დღემდე არ იციან. ბაჩოს დაკითხვაზე დასაბარებლად მე მირეკავდნენ. და მე რო ვკითხე ერთხელ, რომ მე რატომ მირეკავთ, მითხრეს, რომ არ ვიცით მისი ნომერი. დღემდე არ აქვთ, იმიტომ რომ სასამართლო პროცესზე ბაჩომ კითხა, რომ თუ იცოდნენ პროკურორებს კითხა, თუ იცოდნენ ეხა მაინც მისი ტელეფონის ნომერი და დღემდე არ იციან ბაჩოს ტელეფონის ნომერი. ასე რომ დიდი აბსურდია, ამიტომ არის დახურული ეს პროცესი, ეს სასამართლო პროცესი, რომ არავის არ გაუჩნდეს არანაირი კითხვა, მაგრამ მე შევპირდი საზოგადოებას, რომ ჩვეულებრივად ყველა გაიგებს ყველა პროცესს, მიმდინარეობას, ყველა მოწმეს, ვინც გამოვა და რა სიტყვის ამასთან დაკავშირებით აუცილებლად და ვასრულებ კიდეც ამას, იმიტომ რომ ყველა სასამართლოზე დავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ დახურულია და საზოგადოებისთვის შემდეგ ვიძლევ ინფორმაციას, რა მოხდა იმ დღეს სასამართლოზე და აუცილებლად გავასაჯაროებ თელ სასამართლო პროცესს, როდესაც განაჩენი დადგება. განაჩენის შემთხვევაში რამდენწლიანი მუხლწილი არის ეს ბრალდება, რას ითვალისწინებს და რა მოლოდინი გაქვთ დაახლოებით რამდენი წელი შეიძლება იყოს? 6-დან 9 წლამდე მუხლი, 225, სხვათა შორის ეუთოს მოსკოვის მექანიზმში ეს მუხლი დევს ზუსტად, რომ აი ამ მუხლით ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებენ და იკითხავენ, რომ ეს ადამიანები უნდა განთავისუფლდნენ. ამ მუხლით არიან დაკავებული 4 ოქტომბრის ყველა მონაწილე, ლიდერებიც მათ შორის და ამ მუხლებით დაგვაკავეს ჩვენც და ბაჩოსაც ამ მუხლით დასამართლებენ ახლა. ეს არის 6-დან 9 წლამდე ქოცებისგან ერთადერთი ველოდები, რა თქმა უნდა, გამომტყუნებელ განაჩენს, სხვა შემთხვევაში არ დააკავებდნენ და ასე არ გაისაზღრებდნენ თავს, იმიტომ რომ არაფერი ადამიანის მიმართ არ კონდეს და ისე წაიყვანო და დააკავო და ზუსტად ამიტომ მუშაობს პროპაგანდაც. არც სატელეფონო ჩანაწერები, არც თუნდაც ინტერნეტ მიმოწერა რომელიმე აპლიკაციის მეშვეობით, არც პირი ადამიანი, რომელმაც შეიძლება ბაჩოს გვერდზე სადმე ჩაუარა და გაიგო, რომ ის ტელეფონით ვინმეს ესაუბრებოდა, ან უბრალოდ საუბრობდა ამ თემაზე. ირიბი მტკიცებულებებიც კი არა. ამ საქმეს დაემატა კიდევ ერთი საქმე, რაც უკავშირდება ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებას. დიახ. ივანიშვილის ხელისუფლების თუ რეჟიმის დამხობასთან დაკავშირებით. დიახ. ეს რამდენ წლიანი მუხლია და თქვენ როგორც ადვოკატმა რა შეგიძლიათ თქვა, რა შინაარსის მატარებელია ზოგადად მის მიმართ ეს არჩევანი? დიახ, ეს მუხლი ზოგადად 317 მუხლი არის მოწოდებასთან დაკავშირებული. პირდაპირ წერია მოწოდება, ძალადობრივი დამხობასთან. ძალადობრივი დამხობის მოწოდება, დიახ. პირდაპირ წერია სიტყვა მოწოდება. ანუ არ არის იქ ნათქვამი, რომ ვინმეს აზრის გამოთქმის შემთხვევაში შეიძლება ადამიანს ეს მუხლი წაუყენო. მით უმეტეს, როდესაც საბრალდებო სკამიდან პატიმარი, რომელიც
იზოლირებულია. იზოლირებულია, დიახ. რაღაც მყისიერ საფრთხეს არ ქმნის მის მიერ ნათქვამი ეს სიტყვებიან თავად ის. კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით არ არსებობს ესეთი რამე, ანუ სამართლებრივად აბსურდული საქმე არის, აბსოლუტურად ვერანაირად ვერ შეიძლება აქ დადგეს რაიმე განაჩენი, ის კი არა საერთოდ სასამართლოს არც უნდა ჩვენ რო სასამართლო კონდეს დღეს, არც უნდა მიიღო საერთოდ ეს საქმე წარმოებაში. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ პირველი საქმე ზუსტად ისეთივეა, არარსებული საქმეა შეთხზული და იმიტომა დახურული, მაგრამ ეს თვითონ საჯარო იმიტომ არის, რომ აი წარმოიდგინეთ რა გააკეთა პროკურატურამ. მე ვთვლი, რომ აი ეს არის ფრაზა, რომელიც ბაჩუმ თქვა. მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის დასამხობი. მე ვთვლი, რომ მოაშორა და პირდაპირ ჩაწერა ბრალში ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის დასამხობი. ანუ მოწოდებად გადააკეთა, ანუ რამდენადაც არ უნდა გადააკეთონ. არ გამოუვათ, იმიტომ რომ ამის ჩანაწერი არსებობს, ამას საზოგადოება ესწრებოდა ამ სასამართლო პროცესს, მედია ესწრებოდა, გაშუქებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები მან თქვა ორი პროკურორის, მოსამართლის თანდასწრებით, არანაირი რეაგირება არც მოსამართლეს და არც პროკურორებს, მით უმეტეს რომ პროკურორებს ვალდებულება ჰქონდათ თუ დანაშაულს ნახავდნენ, რომ გამოძიება დაეწყო და მოსამართლესაც რომ მიემართა საგამოძიებო შესაბამისი ორგანოებისთვის, რომ გამოძიება დაწყებულიყო, ვინაიდან დანაშაული მოხდა მათ თვალწინ, არ მომხდარა მსგავსი რამე. ეს დაახლოებით 1 თვის მერე ბევრი იფიქრეს, ეთყობა ითათბირეს, იქ ჭკვიანები რო სხედან იმ სუსში. და დაუმატეს ეს არ ვიცი რაში დაჭირდათ, იმიტომ რომ 9 წლიანი მუხლი დასამართლებენ, ეს არის 3 წლიანი მაქსიმუმ 3 წლიანი მუხლი, 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩვენი საუბრის ბოლოს კითხვა მინდა დაგისვა და ამ შემთხვევაში როგორც მეუღლეს, რომელსაც ნაცვლად 9 წლისა, რომელიც წინა შემთხვევაში ჰქონდა მისჯილი, ბაჭუ ახალაიას, 9 წელი და 4 თვე გაატარა, ანუ იმაზე მეტი კიდევ იზოლირებულ საკანში. და თქვენ ცხადია არა მარტო მთელი ოჯახის, არამედ პატიმრობაში მყოფ ადამიანთან კომუნიკაციის თითქმის ერთ-ერთი ადამიანი იყავებით, გიწევდათ რამდენიმე სხვა ადვოკატთან ერთად, აი ეს ამდენი წელი გამოიარეთ. საკმაოდ ახალგაზრდა ბრძანდებით და ახალგაზრდა იქნება ადამიანი თუ არა, ასეთი გამოცდილება ყველასთვის ძალიან მძიმეა. აი როგორ უყურებთ ახლა პერსპექტივას იმისას, რომ თქვენი მეუღლე კვლავ იზოლირებულია, კვლავ პატიმრობაშია, წინა პატიმრობის პერიოდში ჩვენ მისგან არ გაგვიგია წუწუნი, არ გაგვიგია რომ ის რაიმეს მდგომარეობის შემსუბუქებას მოითხოვდა ან რაიმეს მსგავს, ახლა რაღაც გარკვეული ცალკეული საქმეებია, რომლებთან მიმართებაშიც საპროცესო გარიგებებისა და შეთანხმების გარკვეული პრეცედენტები დაიდო და ამხრივ არც კი ვკითხულობ თქვენ შემთხვევაში ამას განიხილავთ თუ არა და აი როგორ უყურებთ ოდნავ პერსპექტივაში მთელს ამ პროცესს და ამ მდგომარეობას. იცით, გიორგი, მე როდესაც ბაჩო სანამ გამოვიდოდა, რამდენიმე თვით ადრე ლელასთან ვიყავი წურწუმიასთან გადაცემაში და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ ეს ჯოჯოხეთი უკვე სრულდებოდა და ეს რამდენიმე თვე იყო დარჩენილი, იქ თქვი ესეთი ფრაზა, რომ მე ზუსტად ვიცი, რომ ვერ ვიცხოვრებთ მშვიდობიანად. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ომში და ეს ომი ჯერ არ დასრულებულა. ანუ ბაჩოს გამოსვლით ჩვენ ოჯახს არ ამოусუნთქია, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ოკუპირებული რუსული ძალების მიერ. ჩვენ ყავს რუსების ხელდასმული რეჟიმი ხელისუფლებაში. ჩვენ რაც გამოვიარეთ, იგივეს გადის ახლა ასობით ადამიანი, აი იმ საპატიმროში, სამარტო საკნებშიც არიან და არიან ზუსტად იგივე პირობებში, როგორშიც ბაჩო იყო, ხო? არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც საუკეთესო წლებს კარგავენ. თან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ამ ქვეყანას აკლია და ძალიან ბევრი რამე შეუძლიათ გაუკეთონ. გამოკეტილი ყავთ, იზოლირებული ყავთ. უფრო და უფრო მეტად უჭერს ქართული ოცნება, ესე რომ ვთქვათ, აი ბოლომდე გაზზე მიჭერილი და
ყველანაირ დრაკონული კანონი შემოაგდა, აი მალე ალბათ ეხა სკროლვა სკრინვის სამართველო შექმნეს და აი როგორც ეხა ბაჩოს გამოთქმული აზრის გამო წაუყენეს, ასე ალბათ ჩვეულებრივად Facebook-ში გამოთქმული აზრის, ან შეიძლება უბრალოდ მეგობართან დაბადების დღეზე გამოთქმული აზრის გამო იქ ვიღაცამ შეიძლება მოგიყურადოს, ჩაგიშვას და ამის გამო გაგიშვან ციხეში. ამიტომ პერსპექტივას ერთადაც ვხედავ იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. თუ არ დასრულდება, მარტო ბაჩო კი არ იჯდება ჩვენი ოჯახიდან, მეც ვიჯდები, მე ჩემი შვილებიც ალბათ და ასე მუდმივად ჩვენ ვიქნებით სულ ესე თუ რა თქმა უნდა დახვრეტა არ შემოიტანეს და არ მიგვაყენეს ერთ დღეს კედელთან. სხვა შემთხვევაში ესენი მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 2-9 წელი, აი ხო იძახდნენ სულ 9 წელი, თითქმის 2-9 წელი უკვე ესენი არიან, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა იმ რელსებზე გადავიდნენ, რომ თქვათ ამ ქვეყანას და როგორ უნდა გაუკეთონ, რუსები არიან, ღუპავენ უბრალოდ, მიაქანებენ უფსკრულისკენ, არაფერს სასიკეთოს არ ეკეთებენ. პირიქით, უარესი და უარესი არის ყოველი დღე. აქედან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი არის ქართველი ხალხის ერთად დგომა, პოლიტიკოსებს საერთოდ არ გულისხმობ და უკვე პოლიტიკოსების იმედი აღარავის აღარ აქვს, მოდი სიმართლე ვთქვათ. ადამიანებს თვითონ ქართველ ხალხს, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან გაზრდილია. აი 2012 წელს რო შეადარო, არანორმალურად გაზრდილია. ჩვენმა საზოგადოებამ იცის ჩვენ ქვეყანას რა ჭირდება და მე მაქვს აი ამ ხალხის იმედი, მხოლოდ და მხოლოდ. გამძლეობას გისურვებთ და მხნეობას მადლობა, რომ ჩვენ განაცემაში იყავით.